GDS შოუ დღეს სახლებში მოგზაურობას განაგრძობს. ამჯერად სოფიკო ჭიაურელის ისტორიულ სახლში მოვედით, სადაც მან ერთი მსახიობის თეატრი შექმნა. სოფიკოს საცხოვრებელს მისი ვაჟი, ნიკუშა შენგელაია დაგვათვალიერებინებს. გამარჯობა. ეს იყო შემოსასვლელი ჩვენი სახლის, დღესაც აქედან არის ამ სართულზე. ნუ აქ არის გამოფენილი, ხედავთ აფიშები ჩემი წინაპრების შემოქმედებიდან, უამრავი მისი ცნობილი როლებიდან, ფილმებიდან. ეს ძველი კამერა, როგორც სიმბოლო ჩვენი ოჯახის. აი, სადღაც მე-20 საუკუნის შუა წლებში ესეთი კამერებით მუშაობდნენ. ეს იყო დიდი ოთახი. მისაღები. ეს იყო მისაღები ოთახი. ადრე ეს სახლი რო აშენდა, მიხეილ ჭიაურელი, პაპაჩემი მოქანდაკე იყო, საამრეჟისორი გახდებოდა. ეს იყო მისი სახელოსნო. შემდგომში აი აქ იყო სოფიკოს დროს ერთი მსახიობის თეატრი. ეს იყო პაპაჩემის ოთახი, მიხეილ ჭიაურელის. ეხლა სულ სხვანაირად არის, იმიტომ რომ იმ დროს პაპა ძალიან აქტიური შემოქმედი კაცი იყო, აქ მაგიდე ედგა, აქ ინსტრუმენტები, ხელსაწყოები, სკულპტურის რაღაცისათვის ეს იყო სულ სხვანაირად, მაგრამ მე უკვე როგორც დამთვალიერებლისთვის, მუზეუმებისთვის რაღაც სხვანაირად გაკეთეთ. ეს ფილმიდან არის ეს გვირგვინები? ეს არის აი იმ ფილმიდან, რაც გინახავ ნახავდა, გვირგვინები, ხო? გვერდზე შეგვიძლია გადავიდეთ, იყო უკვე ვერიკოს ოთახი. ესეც დღეს სხვანაირად არის, იმიტომ რომ გამოფენილია მუზეუმები. მუზეუმისთვის ხედავთ, რამდენი ფოტოები აქა. ეს არის დაწერია დედაჩემმა დააწერა, დედას უკანასკნელი ფოტო, როგორ იმალება, ნახე ვერიკო აღარ აღებინებდა ფოტოებს. ეხლა ჩვენ ამოვიდით მესამე სართულზე, ეს არის სახლისაცა ბოლო წლები ცხოვრობდა სოფიკო, იმიტომ რომ როცა სოფიკომ და კოტემ გადაწყვიტეს ქვევით ერთი მსახიობის თეატრის გაკეთება, სადმე ეცხოვრა, ისივე დაუთმეს თეატრს, აშენდა ეს და გვიან უკვე აქ ცხოვრობდა სოფიკო. ეს იყო აი ესეთი გაერთიანებული დიდი ოთახი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი სტუმრობდა აქაც და საჯუს ეს არის ძველი ბებიას დროინდელი პაპასავეჯი, ეს არის ძალიან საინტერესო ვენეციური მაგიდან ნამდვილი. თავისი ამ დასაჯდომებით ეს იდგა ქვევით, რაც მახსოვს დაბადებიდან, ამაზე ვთამაშობდით სულ. ეს იყო სასადილო ოთახი, სადაც აქაც გაუთავებელი სტუმრობა და კეიფი იყო ხოლმე. ეს ძველებური სარკეა ძალიან. ეს აჩუკა პარაჯანოვმა. პარაჯანოვი იყო დიდოსტატი ძველი ნივთების პოვნის და ჩუქების ძალიან უყვარდა და დედას აჩუკა ეს სარკეს და ეგ ბუხარს რო ხედავთ. აი ეს ბუხარი ჩამოუტანა უკრაინიდან, სერგომ ეს არის სადღაც ეს ფილებად იყო მოხსნილი, რომ მოიტანა. ეს არის რაღაცა ძალიან ძველ იმაში, უსაძბაში ვიღაც კნიაზის ბუხარი და ამდეეზარა და წამოუვა აჩუკა სოფიკოს. ეს ნივთებიც აი ეს ტრედები ძალიან ძველია. აი ესეც პარაჯანოვის ნაჩუქარია, სარკე და ეს სოფიკოსი იყო ეს? კი, ეს სოფიკოსი იყო. სხვადასხვა მისი ქუდებია, მისი ხელით გაკეთებული, აი. ყველაფერს თვითონ იკეთებდა თავისთვის რა. და ეს ქუდები სულ მისი გაკეთებულია თავის ხელით. ეს სახლი ნიშნავს ძალიან ბევრს ჩემთვის, იმიტომ რომ ამ სახლში დავიბადე, გავიზარდე და გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და რა ვიცი, ეხლა რაც დედა არ არის, რაც ბებია არ არის, რაც პაპა არ არის, სევდაც მოაქვს. აქ იდეა რა ფუნქციაც ჰქონდა იმ პირველ სართულს, რომ აქ იყო ყოველთვის შემოქმედებითი წვა, იყო სიცოცხლე, რომ არ იყოს ესე მხოლოდ მუზეუმის ფორმაში, არამედ რაღაცა სახელოვნებო სივრცე, კარი გაუღო ისევ ადამიანების ურთიერთობას ამ სფეროში. იყო შეხვედრები პოეტებთან, კამერულ მუსიკოსებთან, მხატვრებთან, რომ ადამიანები გაცვალონ იდეები და გაცოცხლდეს რაღაცა და შეიძლება სატელევიზიო ფორმატშიც გაკეთდეს ეს შეხვედრები.